გამარჯობათ მეგობრებო. დღეს გვაქვს მორიგი გადაცემა სკოლა თაობის პოდკასტი მეტი. დღეს გვყავს ისევ და ისევ უნიკალური სტუმარი, ჩვენი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ნატა ფუტკარაძე და დღეს ნატასთან ერთად შევეცდებით სხვადასხვა საინტერესო საკითხებზე ვიმსჯელოთ. ნატა გამარჯობა. გამარჯობა. ნატა, დავიწყებ ყველასთვის მტკივნეული და საინტერესო საკითხით. ეს არის მოზარდები და მათი დამოკიდებულება სკოლისადმი ზოგადად თანამედროვე მოზარდები ხო და დაგვეხმარო უნდა რატო არ აინტერესებთ თანამედროვე მოზარდის სკოლა აგვიხსნა და მე პლუს რჩევები მოგცე როგორ დავაინტერესოთ ბავშვები თანამედროვე თაობას თვლი რომ იმიტომ არ აინტერესებს ეს სკოლა გაკვეთილები რომ პირველ რიგში იმით დავიწყებ რომ ეს ძველი ტრადიციები არის შემორჩენილი მასწავლებლის მხრიდან რა ტრადიციული პედაგოგია და ასევე ვთვლი რომ აი თანამედროვე თაობას თანამედროვე ბავშვებს თუნდაც მოზარდებს არ აინტერესებთ ეს გაკვეთილები თვითონ აზეც არის რა ეს ზოგადად განათლებაში რაც შედის არ ვთვლი რომ უფრო მათ აინტერესებთ აი ეს თანამედროვე ტექნოლოგიებზე რაც არის შეიძლება რომ ითქვას ან თუნდაც თანამედროვე საკითხები რაც არის რა ვთვლი რომ დღეს უკვე ნაკლებად აინტერესებთ ისეთი თემები რაც სიტყვაზე სახელმძღვანელოში არის შეტანილი და რაც აუცილებელია რომ უნდა ვისწავლოთ და მივიღოთ ეს ცოდნა კარგი მოდი მე ვიქნები დღეს შენი მოწინააღმდეგე კაი ბევრ რაღაცას ჩვენ არ თქვით მაგრამ დღეს უფრო საინტერესო რო იყოს ჩვენი გადაცემა ბევრ რაღაცაში შეგეწინააღმდეგები და იმედი არ მიწყე კარგი მოშიც ასე დავიწყოთ რომ შენ უფრო ბევრ რაღაცა არ აინტერესებთ აი მოდი რა აინტერესებთ იმას დავკონკრეტდეთ ჯერ აი შენი მაგალითიდან თქვი ინდივიდუალური ეს რა თქმა უნდა ყველა მოზარდის მხრით მაგრამ მე ალბათ ის მაინტერესებს აი ჩემი კარიერა მაინტერესებს მაგალითად აი იცით რომ საფსახებოზე მინდა ჩავარება და აი მაგ თემასთან დაკავშირებით რა საკითხებიც არის აი ვთვლი რომ ეგ ყველაფერი მაინტერესებს რა თუმცა რა თქმა უნდა არის ხე საგნები რომლებიც მართლა შეიძლება გაინტერესებდეს ადამიანს აი მაგალითად ინგლისური ან თუნდაც ისტორია მაინტერესებს იმიტომ რომ საინტერესოა წინა წლებთან შედარებით არ მაინტერესებდა იმიტომ რომ რაღაც ნაკლებად იწვევდა ჩემში ინტერესი მაგრამ ეხლა უკვე მე-11 მე-10 კლასი საკმაოდ დავინტერესე ანუ მაინტერესებს ისტორიის აი შეგიძლიათ დაფიქრდე აი ეს ინტერესი საიდან იბადება შენში აი საიდან გამომდინარეობს აი ვთვლი რომ აი თავდაპირველადვე ანუ თავიდანვე თუ აუღებ ალღოს ვთვლი რომ შემდეგ უკვე მისი გაგებაც ადვილი იქნება შენთვის რა იმიტომ რომ თუ აი რაღაც მომენტში აი ჩავარდი ქვემოთ ან რაღაცა არის სწავლე ვთვლი რომ მე უკვე რთულია ზემოთ ახვიდე რა და უკვე ინტერესიც მე გეკარგებ იმიტომ რომ აი ვერ ვიგებ ანუ პირველ რიგში უნდა ძლევდე ხო მტონეს კი მეორე ფაქტორი რა არის და გაინტერესოს ის ხო არის რომ შენთვის ნაცნობი კონტექსტი უნდა იყოს და ყოფითი გამოყენებისთვის მნიშვნელოვანი იყოს ეს ხო არ არის ვთვლი რომ ამ ახლანდელი გამოსახედიდან ანუ თუ პატარა ხარ ახლა მაგდეს არ მგონია რომ იაზრებდე რა ანუ უკვე მე თუ მეუბნებით შეიძლება კი იმიტომ რომ ჩემთვის პირადად ეგრეა ინგლისურთან დაკავშირებით რა იმიტომ რომ თავიდანვე რომ მინდოდა რომ მესწავლა და თავიდანვე რომ გავიგე თვლი რომ მე უკვე თანდათან ანუ საფეხურებით მივდიოდი რა და თვლი რომ შემდეგ უკვე გამიადვილდა ამ ყველაფრის გაგება რა კი ბატონო, ძალიან კარგი. ნატა შენ დასაწყისში ახსენე რომ აი ტრადიციული პედაგოგები, ტრადიციული პედაგოგიკა აღარ მუშაობს და მე მაგაში გეთანხმები. მაგრამ ამის ალტერნატივა რა არის? აი როგორი მასწავლებელია, როგორი მასწავლებლობა არის შენთვის მისაღები და საერთოდ. იცი კიდე რა არის თვლი რომ დიდი გავლენა უჭირავს მასწავლებლს გაკვეთილის პროცესში რა. იმიტომ რომ აი თუ სიტყვაზე მე მაგალითად აი პოდკასტები თუნდაც თუ არის ან თუნდაც როდესაც მასწავლებელი ლაპარაკობს სიტყვაზე ლაპარაკობს 10 წუთი ხო ის 10 წუთი თუ ის მოსაბეზრებლად ლაპარაკობს და ერთი ხმის ტემბრით ლაპარაკობს ჩემთვის უკვე უინტერესო ხდება რა იმიტომ რომ ვეღარ ვინტერესდები რა აი თუნდაც პოდკასტები ხო არის 2 საათიანიც ყოფილა და 1 საათიანიც უბრალოდ ზოგი ისე ახერხებს ამ ყოველს და ისე ლაპარაკობს რომ ეს ინტერესი წოს მაყურებელში რა და უფრო მეტად ინტერესდება და ინტრიგას იწვევს მოკლედ რა მაყურებელში და ეგ ვთვლი რომ ხმის ტემბრს დიდ უპირატესობას ვანიჭებ.
მე მაგალითად. კი. ხო, ნუ მესის მონოტონური ტემბრი ესეთია დამბოლია. რობოტული. კი. გარდა ამ ხმის ტემბრისა და თქვათ მასაბლის უნდერებზე კიდე რა არის მნიშვნელოვანი? ადრე სულ ესეთი ტრადიცია იყო, რომ მხოლოდ გაკვეთილის ჩაბარება, დავალება და всё, მეტი არაფერი არ იყო. და ეხლა ვთვლი, რომ შედარებით განვითარებულია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ აი მეტად არის დისკუსიები, დებატები, შემოქმედებითი დავალებებიც არის საკმაოდ და ვთვლი, რომ ეს უფრო ახალისებს გაკვეთილს რა, იმიტომ რომ სულ მხოლოდ გაკვეთილი ადექი და ჯექი მოყევი, ვთვლი, რომ ინტერესოა რა. თან თუ თანამედროვე თაობასაც გავითვალისწინებთ, აღარ ჭრის. ანუ ჩვენ სკოლაში არსებული ეს თან შემოქმედებითი დავალებებზე აგებული სასწავლო პრინციპი შენი აზრით ფუნქციურია და მოქმედია. ვთვლი, იმიტომ რომ ხო კიდე არის რა, აი იქ რა ქვია, ჩვენ რო ხანდახან მოგვყავს აქ ვიღაცეები და რასაც ლაპარაკობს, მაგრამ ეგეც ვთვლი, რომ საკმაოდ საინტერესოა რა. იმის მიხედვით, რომ ბევრი ბავშვი არჩევა ის იმ რამოდენიმესთვის ან თუნდაც ათეულისთვის, ვთვლი, რომ საინტერესოა საკმაოდ რა. ანუ საბოლოო ჯამში ჩვენ მივდივართ იქამდე, რომ სკოლა უნდა ცდილობდეს, რომ თითოეულ ბავშვს ინდივიდუალურად მიუდგეს და ინდივიდუალური ინტერესი დაუკმაყოფილოს, ხო? და ეგ კი ძალიან კარგად ჭირს, მაგრამ რამდენად რეალისტური და შესაძლებელია სასწავლო პროცესში სკოლის ფორმატში, ასე რომ ვთქვათ, ეს ყველაფერი. შესაძლებელია, რომ მასება მდენი მოახერხოს, რომ ყველასთვის საინტერესო იყოს, ყველას განსაკუთრებულად ინდივიდუალურად მიუდგეს და ყველა დაინტერესოს. თუ მე ვთვლი, რომ შედარებით რთული იქნება, იმიტომ რომ თუ კლასში საკმაოდ ბევრი მოსწავლეა, ანუ რთულია რა ინდივიდუალურად ყველას გამოკითხო ან მის ინტერესები გაითვალისწინო და ვთვლი, რომ ეგ ყველაფერი რთული იქნება მასწავლებლისთვის. მაგრამ შესაძლებელია. მეტწილად ალბათ. იმიტომ რომ მართლა რთულია დაიმორჩილო, რავი, ამდენი თან მით უმეტეს თუ დაბალ კლასია, ეგ მით უმეტეს აი შეუძლებელია რომ დაიმორჩილო და რაღაც რა. აი ბევრი აი ამ პროცესისა, რაც ჩვენ სკოლაში მიმდინარეობს ეს შემოქმედებითი დავალებებზე აგებული სასწავლო პროცესი, ბევრს მცდარი წარმოდგენა აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ამ პროცესში მხოლოდ ადგილზე რაღაცებს აკეთებენ ბავშვები და მათ ასე ვთქვათ, კითხვა, სწავლა რაღაცების არ უწევთ და ეს სიმართლე შეესაბამება თუ კითხვა სწავლა? ხო, აი მაგალითად შემოქმედებითი დავალების შესასრულებლად არ ჭირდება ბევრი კითხვა და შრომა სახში და ეგ რამდენად სიმართლეა. შემოქმედებითი დავალება როგორც ვიცი ზოგადად ეხება იმ კონკრეტულ საკითხს ან თემას, რომელიც გავიარდა ისტორიაში მქონდა ახლა ერთ-ერთი საკითხი მთავარ მეფესთან დაკავშირებით და მან იყო უბრალოდ თვითონ წიგნშიც არის მოცემული, თუმცა თუ არ არის წიგნში მოცემული, მასწავლებელი თვითონ აი რა დავალება ქონდა შემოქმედებითი რა უნდა გაეკეთებინათ. ახლა ქონდა თამარ მეფე, არ მახსოვს ზუსტად თამარ მეფე და თუ არ ვცდები, მოიცა მოლაპარაკებები იყო რა, რომელიღაც ასე რა ქვია ქვეყანასთან თორსა. ხო და თუ წიგნში არ წერია, როგორც ვიცი, აი თქვენსაგან შევგაერთეთ იდეები და ღირებულებებში, კონკრეტული საკითხის მიხედვით არის ეს შემოქმედებითი დავალება რა, თუნდაც მსოფლიო ლიტერატურაში. ანუ სწავლა გიწევს ხო მაინც? დავალება შეძლო. უნდა იცოდე ის საკითხი კონკრეტული, რომელზეც უნდა ააგოს შემოქმედებითი დავალება რა. კი ბატონო, ხო. აი იმიტომ რომ ხშირად გვსვენია რომ ეს ძალიან კარგია ეს დისკუსია მსჯელობა, მაგრამ როდის სწავლობთ ამ დროს და ჩვენი არგუმენტი ის არის რომ ვერ შეძლებთ ვერც დისკუსიას, ვერც მსჯელობას თუ ფაქტობრივ ვიცოდნო არ გაგაჩნია. თუ არ იცი კონკრეტულად იმ საკითხის შესახებ, მაგრამ ფიზიკურად ვერ ელაპარაკებ. ნუ თუ ახლა ლოგიკურად მიხვდები და ლოგიკურად ივსჯელებ, კიდე შეიძლება რა. აი შემოქმედებითი დავალებებზე ერთ-ერთი ტკივილი არის მასწავლებლების და ზოგადად დავალებებზეც, მაგაზეც გადაცემა გქონდა ჩვენ. აი ძალიან მასობრივად იყენებენ მოსწავლეები ხელოვნურ ინტელექტს, მათ შორის ყველაზე პოპულარული ChatGPT არის და შენ რას ფიქრობ, რატო იყენებენ, შენ თუ იყენებ და რა შემთხვევაში იყენებ და ჩვენ როგორც სკოლა მასწავლებლებმა რა გავაკეთოთ, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ეს გამოყენების სიხშირე. ვთვლი, რომ თანამედროვე თაობა ხშირად იყენებს და მათ შორის მეც, თუმცა აი მე მაგალითად გამომიყენებია თუ აი როგორც მიმართულებებს რო გაძლევს, აი მაგ მხრივ რა, ანუ პირდაპირ დამიწერე და მე გადავწერე, ეგრე არ არა. ანუ მიმართულებებს რო და მე სიტყვაზე იქ თუ დაწერა ერთი სიტყვა, მე შემიძლია რომ აი იმის დამიხედვით აი განვავრცო. აი ესეც დაწერის მაგალითად, ესეც დაწერისას სულ ვერასოს ვერ ვიწყებ დასაწყის. აი ფიზიკურად არ მაფიქრდება რა, მაგრამ თუ უკვე დასაწყისი დავწერე, მე უკვე მოდის და ვიწყებ. ანუ დასაწყისი მინდა ის რაღაც
წერტილი, რომელზეც უნდა ავაგო ის ყველა დანარჩენი რა. ხო და რაც შეეხება მასწავლებლებს სიუჟეტი გითხრა არ ვიცი რა უნდა ქნან, იმიტომ რომ მასწავლებლებს ხვდებიან რა თქმა უნდა. მოსწავლე რო იყენებს ChatGPT-ს. ხვდებით კი. იმიტომ რომ ადვილი გამოსაცნობია რა. კი, მაგრამ უბრალოდ მაგ საკვანძო არის როგორ შევამციროთ მინიმუმამდე რომ მოსწავლემ არ მოსწავლეს არ კონდეს სურვილი გამოიყენოს. აი მოდი როგორ ვქნათ, შენ როდის გამოგიყენებია ეს თავიდან ბოლომდე ხელოვნური ინტელექტი. აი დავალება რომ მიეცი და ძალიანად მას დააწერე. მაშინ როცა საკითხი არ ვიცოდი. საკითხი რო არ ვიცი და ვერძლები საკითხს. კი. ალბათ მაგ დროს მეტი ხო, აი ზუსტად მაგის დადასტურება მინდა. ხო, ანუ არ ვისწავლე, იმიტომ რომ ვერ გამოიწვია ჩემში ინტერესი რა. ხო და ეგ არის. კი, მაგას ვიძახდით ჩვენც და შენ რო ადასტურებ ეგეც ფაქტი და ჩვენ მართლებიც ვართ იმ მიმართულებით, რომ ბავშვი იყენებს ორ შემთხვევაში ხელოვნურ ინტელექტს, როცა ვერ ხვდება, ანუ ვერ ძლევს იმდენად რთული კონტექსტი ამისთვის და მეორე როცა არ აინტერესებს. შესაბამისად გამოსავალი რა არის? ისეთი დავალება უნდა მივცეთ, რომელიც დაძლევადი არის და რომელიც მოსწავლისთვის საინტერესო იქნება, რაც გეიმესმის რთულია, მაგრამ ერთ-ერთი გამოსავალი არის, რას ვიზამ. ხო, რა მინდოდა მეკითხა კიდე იცი? არსებობს მოსაზრება, რომ გამომდინარე იქით, რომ ძალიან უჭირს თანამედროვე სკოლას მოსწავლე დააინტერესოს. პლუს ამას ემატება ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, რომლებიც თან ერთად შესაძლებელია ეფექტურად ისწავლო. არსებობს მოსაზრება, რომ დღეს თანამედროვე სამყაროში ადამიანს მოზარდს არ ჭირდება მასწავლებელი და სკოლა და მასაც დამოუკიდებლად შეუძლია რაღაცები ისწავლოს. რამდენად რეალურია ეს შენთვის და რა სიტყვი ამას დაკავშირებით ზოგადად რას ფიქრობ? შესაძლებელია, მაგრამ ვთვლი რომ გააჩნია საგანს, თუნდაც საკითხს, რომელიც შეგიძლია რომ მასწავლებლის გარეშე ისწავლო. აი მაგალითად, ქიმია, ფიზიკა და მათემატიკა ვთვლი რომ ისეთი საკითხებია, რომელიც აი გინდა რა, იმიტომ რომ თუ სიტყვაზე შენ დაიწყებ დამოუკიდებლად ამის გაკეთებას, ან თუნდაც მაგალითების დაწერას, ანუ შეიძლება დამოუკიდებლად იმ დროს დაუშვას შესაძლებლობას ვერ გაიაზრო რა. ანუ უეჭველად გჭირდება მასწავლებელი, იმიტომ რომ შენით ვერ მოახერხებ მაგდეს, იმიტომ რომ ისეთი საკითხებია, ისეთი საგნებია, რომელსაც ახსნა და განმარტება ჭირდება და რომელსაც ChatGPT ვერ აღიწერს, ვერ აღწერს პროფესორად. და რომელში შესაძლებელია ჰუმანიტარულ საგნებში? აი ვთვლი რომ ინგლისურში შესაძლებელია მეტწილად. თლიანად არის, მაგრამ მეტწილად შესაძლებელია. ეგ ინგლისური ძალიან მაინტერესებს მე ზოგადად, მაგრამ მანამდე რა მინდა კითხეთ, აი გარდა სწავლებისა სკოლა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი, სადაც ბავშვი გადის სოციალიზაციის პროცესს, ვითარდება. აი ეს კომპონენტი ხო არ გვავიწყდება ხშირად, რომ სკოლას ეს ძალიან დიდი ფუნქცია აქვს და მარტო სწავლას და მეორე მხარეს არ უყურებს. კი, დისციპლინა პრობლემების გადაჭრა, აზროვნებაც საკმაოდ დიდ როლს თამაშობს რა ბავშვში და ვთვლი რომ ორივე მნიშვნელოვანია, მაგრამ ზოგი მასწავლებელი უფრო მეტწილად ყურადღებას აქცევს სწავლას მხოლოდ. მარტო მასწავლებელი თუ მშობელიც ხო არ არის, ხო არის თხოვს მხოლოდ სკოლისგან განათლებას. ეგეც ხო. იმიტომ რომ აი ძალიან ბევრი ყოფილი შემთხვევები რომ აი ჩემო შვილმა რა მიიღო, აი მაგრამ მხოლოდ რომ მაგ საკითხს უყურებენ, ანუ რა მიიღო, ანუ იქამდეც ხო სანამ იქ მიხვალ, ანუ გამოცდამდე სანამ მიხვალ, იქაც ხო მე პროცესს გავდივარ რა და უნდა გაინტერესებდეს და არა მხოლოდ ის რა ნიშანი მივიღეს. ანუ პროცესი მნიშვნელოვანია. პროცესი მნიშვნელოვანია რა. ანუ მხოლოდ ის რომ გაინტერესებს, რომ შენო შვილმა რა ნიშანი მიიღო და არა ის მაგამდე როგორ მივიდა, რა გააკეთა, იწვალა თუ არა. რა სირთულე შეხვდა, ანუ ეგეც უნდა აინტერესებდეს რა პირდაპირ მაგას ამბობს. კიდე რა მინდოდა მეკითხა იცი, აი სკოლის კლასის გარეთ ანუ ექსტრაკურიკულუმ აქტივობებსაც უძახიან აი პროექტებს, აქტივობებს ხონიზებს, აი ამას რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს და აი აქ როგორ შეიძლება ჩავრთოთ მოსწავლე და შენ ჩართული ხარ თუ არა ეგეთ პროცესებში სკოლაში? ისევ სკოლაში? ხო, აი გაკვეთილების გარდა როცა არის რაღაც სხვა სახის პროექტები. კი, მე ხშირად ყოფილ ვარ ჩაწერაზე, პროექტებთან დაკავშირებით, ან თუნდაც 26 მაისის დღესთან დაკავშირებით. იცი რა არის, როდესაც წერ, ანუ სწავლობ, ხო, გიწევს სწავლა რომ ჩაწერო. და აი ხშირად ყოფილა შემთხვევა, აი ინგლისურის ერთ-ერთი პროექტი ჰქონდა იქ ეს მახსოვს მწვანე სამშობლოთან დაკავშირებით და საკმაოდ ბევრია ჩვენ სკოლაში ეგეთი პროექტები და აქტივობები, რომლებიც აი შენ რატომ მონაწილეობ მაგ პროექტებში? რა იწევს შენს ინტერესს?
ხო, ეგ უნდა ვთქვა, რომ ვინტერესდები ალბათ, თან ისიც არის, რომ კიცით კამერა გადაგება ჩემთვის მინდა რა მომწოს რა. ანუ შენს ინტერესებთან კავშირში. ინტერესი და თან თვითონ ის საკითხი რაც არის, მაგის შესახებაც ვიგებ რაღაც ინფორმაციას, ხო? რომელიც წიგნში შეიძლება არ ეწეროს. კი ბატონო, ანუ ორ კურდღელს ერთად იჭერ. თან რაღაცებს სწავლა, თან შენს თქვა საომავლო პროფესიას ავითარებ, ხო, კამერასთან მუშაობას სწავლ. ძალიან კარგია რომ ამის საშუალება გეძლება მართლაც. აი მოდი დაუბრუნდეთ შენ ძალიან ხშირად ახსენებ როგორც მაგალითს ინგლისურს. ეს ინგლისური მე როგორც ვთქვი ძალიან კარგად იცი. კარგად შესაბამისად გიყვარს და მაგალითად იყენებ ხოლმე და აი ამ ინგლისურის სწავლება დღეს საკმაოდ პოპულარული საკითხია. საჭირო საკითხი არის და ხა ისეთი არის უცხო ენა არის, მაგრამ მე ვფიქრობ საერთაშორისო ენა ყველამ უნდა იცოდეს, ხო, მაგრამ რატომღაც ბევრი ვერ სწავლობს, არ სწავლობს, ვერ უმკლავდება და ასე შემდეგ და აი შენი გამოცდილება რომ მოგვიყვე ინგლისურის სწავლა როგორ დაიწყე, როგორ განავითარე და რაღაცები რჩევებიც რომ მოგცე რა. მათ შორის მეც. პირველ რიგში ყველაზე მთავარი, როდესაც რაიმე სწავლობს, არის მოთმინება და თან ინტერესი. ანუ ეგ ორი თამაშობს ძალიან დიდ როლს, როდესაც რაღაცას სწავლობ. აი მე პირადად არ მახსოვს სიმართლე გითხრათ, მაგრამ ვიტყვი რომ პირველი მასწავლებელი ვინც ყავდა, ირმა მასწავლებელი, საკმაოდ დიდი როლი შეასრულა ამ ჩემ ინგლისურთან დაკავშირებით, იმიტომ რომ შეიძლება მაინტერესებდეს მე თემა, ის ყოს მაინტერესებდა, მაგრამ ჩემით ვერ დამეწყო რაღაც, იმიტომ რომ პატარა ვიყავი, პირველ კლასში ვიყავი, ხო? და ირმა იმდენი მოახერხა რომ შემაყვარა თან და ის პროცესი, აი შემახალისა და ამის და თანდათან მივყევი რა და მე რა უკვე დამოუკიდებლადაც რო დავიწყე, თუნდაც სიმღერების მოსმენა, თუნდაც ფილმების ნახვა, თუნდაც წერა ჩემით, ეგ ძალიან ბევრ ანუ ავითარებს რა მოკლედ ამ ყველაფერს და ვთვლი რომ დიდ გავლენას ახდენს მოზარდზე. თუმცა ანუ ინტერესი თუ არ გაქვს, ვერ ისწავლე ხო ფიზიკურად, ანუ უნდა გაინტერესებდეს მე ვთვლი რა და მოტივებაც უნდა გქონდეს, იმიტომ რომ ყველაფერი ერთად ვერ ისწავლება, ანუ თანდათან ისწავლება. ნაბიჯ და არა პირდაპირ ერთად რო ისწავლო. და შენ თვლი წეგან ახსენე რომ თქვა ქიმია, ფიზიკას, მათემატიკას მასწავლებლის გარეშე ვერ ისწავლე და ინგლისურს ისწავლი? მეცილად. მითითებები მაინც გჭირდება რა. თორე ხო როგორც თქვი რომ მაგალითის წერის დრო შეიძლება შეცნობა დაუშვა და შენ ვერც კი გაიაზრო, გჭირდება რა და ვთვლი რომ მოტივაციას გჭირდება მასწავლებლისგან. შეიძლება მასწავლებლმა მოგცეს მოტივაცია რომ აი შენი ისწავლე და რთულ გზაზე მოკლედ გაგამხნევებს რა. იმიტომ რომ მოტივაცია ვთვლი რომ დიდ როლს თამაშობს. ანუ გამოდის კიდევ ერთხელ ხალხს გავუსვენ რომ მასწავლებელი მხოლოდ ცოდნის გადამცემი არ არის და უფრო ალბათ ცოდნის გადამცემზე მეტად უფრო არის ადამიანი რომელიც გეხმარება რომ ისწავლო, ხო? იმიტომ რომ დღეს ცოდნის და ფაქტების ცოდნის რაოდენობით ვერც ერთი ადამიანი ვერ აჯობებს ალბათ ხელოვნურ ინტელექტს და მასალას რაც ინტერნეტშია, ხო? იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ აგიხსნის ისე, რომელსაც ადამიანი აგიხსნის. ChatGPT ვერ აგიხსნის. შეიძლება მისი ენით აგიხსნას, თუმცა ვერ გაიგებ რა მოკლედ. ანუ მოდი ახლა მე პრაქტიკულ რაღაცას გეტყვი. მე მაგათაც ძალიან მინდა ინგლისურის სწავლა. და რო გძნობ რომ რაღაც დონეზე კი ვიცი, მაგრამ მინდა უფრო მეტი რო თქვა უფრო თავისუფალი ვიყო მოსმენაშიც, საუბარში და ასე შემდეგ. მაგრამ სამწუხაროდ დრო არ მაქვს ფიზიკურად რომ ვიარო მასწავლებელთან, თქვა სკოლაში, სადღაც ცენტრში რაღაცა. აი რამდენად შემიძლია რომ მე დამოუკიდებლად განვავითარო ჩემი ინგლისური და თუ შემიძლია რო გვასწავლო ეგ ხრიკები, რომლებითაც აი მართლა ვისწავლით და მართლა წარმატება გვექნება. კი, შესაძლებელია. თუმცა მასწავლებელი მაინც გჭირდება ვთვლი. ოღონდ რაღაც მომენტებში გჭირდება აი რო ხვდები რომ აი რთულია ვერ ვიგებ შეიძლება რომ დაგჭირდეს. თუმცა მე პირადად სულ ვუყურებდი აი სულ რაც თუ ჩემ ბავშვებმა მახსოვს სულ ვუყურებდი ყველაფერს ინგლისურად. და შესაბამისად რომ უსმენ ანუ ყურიც ავტომატურად უკვე იმახსოვრებს რა და ხვდება უკვე. აი ბავშვი როდესაც იბადება და რომელ ენაზეც თუნდაც ესპანური რო ავიღოთ, ესპანურად რო ლაპარაკობს მშობელი ან მის გარშემო ყველა ადამიანი ავტომატურად ეჩვევა რა ბავშვი და პირდაპირ იწყებს ლაპარაკს, ხო? ხო და ინგლისურიც ეგრეა რა. ანუ უნდა უსმინო ისეთ რაღაცებს, სადაც ნუ ინგლისურია ნახსენები მოკლედ. ან ელაპარაკო ინგლისურად ვინმეს რო გავითარო. აი ეს ხელოვნურ ინტელექტს რო ელაპარაკო ინგლისურად? ხო ის აზრი არ აქვს. მე ვთვლი რომ აზრი არ აქვს. რატო? მან როცა სხვა ადამიანს უნდა ესაუბრო?
შეგიძლია უბრალოდ ვერაფერი ვერ შეედრება მოკლედ ადამიანის დალაპარაკებს და ემოციები, გიმიკები ალბათ და რაღაც კონტექსტებსაც ხვდები, ხო? ხმის ტემბრიან, პარალინგვისტური ელემენტები ეგრეთ. ChatGPT კარგი, აი შენ სახსენე და ძალიან ბევრი ისგანაც გამიგია, რომ ერთ-ერთი ძალიან კარგი საშუალება არის ინგლისურის სწავლებისთვის უყურო ინტერნეტში კონტენტს ინგლისურ ენაზე, თქვა პოდკასტებს, ფილმებს, სერიალებს და ასე შემდეგ. მოდი ახლა პრაქტიკულად ავიღოთ რა. მე რამდენჯერად დავიწყე და ვცადე, ეს რომ დავუშვდეთ ახლა თან სპეციალურად ვარჩევ, ჩემთვის უინტერესო სერიალს, რომ არ დამაინტერესოს თუ რაღაც ვერ ხდები, გული არ მეთქეს, ამიტომ რომ ჩავუშვდები რაღაცას, აი ახლა უნდა ვისწავლო ინგლისური და ვუსმენ. თან სუბტიტრები ჩართული. ოღონდ ისევ ინგლისურად სუბტიტრები. ხო მე აი პრაქტიკულად როგორ აი თქვა მიდის ეს რაღაცებს ხვდები და თქვა რაღაცა სიტყვა თუ ვერ მივხვდი და რაღაცა გავაჩერო უნდა ნახო ლექსიკონში ამოვიწერო თუ უნდა ვაგრძელო ყურება და კონტექსტებით უნდა ხდებოდა შინაარს თუ პრაქტიკული ამიხსენ ეს კარგად ჟღერს უყურებთ მაგრამ შესაძლებელია მაგრამ რა არის ისი შეგიძლია რომ თავიდან დაიწყო ინგლისურად ანუ უყურო დაიმახსოვრო და შემდეგ უკვე ჩართო ქართულზე ან თუნდაც მეორეჯერ უყურო რა და შეიძლება რომ ორჯერ უყურო სიტყვაზე გაიგო იმ სიტყვის არსი ან თუნდაც იმ კონკრეტულ მონაკვეთში რაც იყო ხო თვლი რომ ეგრე შეიძლება რა მეტი ნამდვილად არ ვიცი რომ ეგ პრობლემა არის ეს არ გქონია მე ალბათ და ვაგედა ან ესე იგი შენ ამბობ რომ დავიწყოთ ყურება ყურება და ხო უბრალოდ მოთმინებაც უნდა გქონდეს რა რო იტყვი რომ ვერ გავიგე და ანუ აღარ ვიცი ვერ ხვდები არ მგონია ეგ შველოდეს მაგას რა ოჰო და დაახლოებით პერიოდი რამდენია საჭირო შენი ასეთ რომ აი ძალიან აი საშუალოდ ბეორის დონეზე რომ რაღაც ისე ზოგადად თვითონ ინგლისური ესეთი საკითხია რომ თუ მაღალ დონეზე არა ცოტა მაინც უნდა იცოდე რა აი ერთიც რო იცოდე ეგეც ან თუნდაც A2 კარგია რა იმიტომ რომ საკომუნიკაციო დრო იცი უკვე ინგლისური ეგ უკვე კარგია A2 და A2 მგონი დღეს ალბათ ყველა თითქმის კი ხო და მაგას რომ თუ B1 B2 C1 C2 რომელიც ძალიან ყველაზე მაღალია ეგ თუ არ იცი A2 მინიმუმ უნდა იცოდე იმიტომ რომ საკმაოდ აი თქვა listening-ის ან მოსმენის ამბავი თქვა გასაგებია ფილმებით მაგრამ აი ყველაზე რთული აი საუბრო speaking-ი რასაც ქვია ეგ როგორ უნდა განავითაროს ადამიანმა მე ხშირად ყოლია უცხოელი მეგობრები რომლებიც ველაპარაკებოდი სულ ინგლისურად, იმიტომ რომ იმის დავხელდა რომ ზოგი იტალიელი იყო სიტყვაზე, ან ზოგი სხვა ეროვნების მაინც ველაპარაკებოდი ინგლისურად. Online? ხო, online-ად შესაძლებელია რა. ან აქაც ყოლია, ну, ბათუმშიც ყოლია ხშირად, თუ ხო. და ეგეც ბევრს ნიშნავს რა. ან თუნდაც ჩემ ქართველი მეგობრები ვინც ყავს, იმასაც ვინც იცის მოკლედ ინგლისური კარგად, იმასაც სულ ინგლისურად ველაპარაკები და ვგრძნობ რომ ეს უფრო ავითარებს აი ჩემ მეტყველებას, აქცენტს, ან თუნდაც ის სიტყვები რომლებიც არ ვიცოდი, ანუ ყველაფერი ხო არ მეცოდინება რა. იმასაც ასე ვთქვათ, ვიღებ მოკლედ რა ამ ცოდნას და ლაპარაკი, აი მე ვთვლი რომ აი ლაპარაკი არის ყველაზე დიდი რა ქვია დავიწყდა სიტყვა. უნდა არის ხო, სკილი. სკილი კი. რომელიც დაგეხმარება ინგლისურის სწავლაში. იმიტომ რომ აი აქცენტსაც განავითარებ, აქცენტიც მნიშვნელოვანია, ну მეც თუმცა ლექსიკა უფრო. და მოკლედ ხო, ეგ დიდ როლს ასრულებს რა. აი ხშირად არის მინახავს ხოლმე სოციალურ ქსელებში ესეთი მემები ინგლისურთან დაკავშირებით, რომ თქვათ არა ინგლისურენოვანი რომელმაც იცის 16-ვე დრო ეკითხება თქვათ ამერიკელ ან ინგლისელ მეგობარს რომ რამდენი დროა ინგლისურში და ისე უნდა მაქსიმუმ 4-იო და რატო ეს ხუმრობა რომ ეს გრამატიკა ჩვენთან ძალიან პოპულარული რომელიც აი რავი მეც ძალიან კარგად ვიცი დღემდე და რაღაცა და რამდენად საჭიროა გრამატიკა ასე ღრმად იცოდე ინგლისური და რამდენად მნიშვნელოვანი ყოფით სასაუბროში და მოსმენაში რამდენად ღირს ამაზე რამდენი დროის დაკარგვა. ზოგადად სანამ სხვა ენის სწავლას დაიწყებ, თვლი რომ ჯერ შენი ენა უნდა იცოდე კარგად, ანუ რას გულისხმობ, რას გულისხმობ ხა ამაში. ანუ უნდა იცოდე გრამატიკა, ანუ გრამატიკაზე არის ყველაფერი აგებული რა. და გრამატიკა თუ არ იცი, ანუ აზრი არ აქვს შენს ნალაპარაკებს, რას ილაპარაკებ რა, იმიტომ რომ ინგლისურშიც ეგრეა რომ გრამატიკაზე არის აგებული. თუნდაც ყველა ენაშიც, ანუ გრამატიკა მნიშვნელოვანია. კი, გრამატიკა რა დონემდე აი 16-ვე დრო საჭიროა? პირობითად ვიძახი. შეიძლება სისულელეს ვკითხულობ, მაგრამ უბრალოდ არ მაქვს მაგაზე პასუხი. ალბათ შეიძლება, იმიტომ რომ თუ აი
საუბრის დროს ელემენტარულ შეცდომას დაუშვებ, რომელიც გრამატიკულად არ ჯდება სწორად და არასწორია ვერ გააგებინებ ხო სხვა ადამიანს სიტყვაზე და თვლი რომ საჭიროა ალბათ. საჭიროა, მაინც რომ იცოდე. აი თუ მთლიანად, ანუ მთელი ყველაფერი რაც გრამატიკას მოიცავს ეგ თუ არა, ეს პატარა ნაწილი მაინც უნდა იცოდე რა. ხო, გასაგები. კარგი, მოდი მაშინ ასე ვთქვათ, იცი, აი შენ რო აგვიხსენე რომ ისეთი ინგლისური ენის გაკვეთილი, ანუ სასწავლო პროცესი, ასე ვთქვათ, სკოლის პირობებში, რომელიც იქნება ყველაზე მეტად ეფექტური და საინტერესო მოსწავლეებისთვის. ნახე, შენ ახლა როცა იცი მაღალ დონეზე, ხო, ინგლისურის გაკვეთილი, შეიძლება შენთვის რაღაც ეტაპებზე მოსაწყენიც კი იყოს, იმიტომ რომ ძალიან დიდი სხვაობა არის დონეებს შორის კლასში. აი წარმოვიდგინე, თქვათ, აი ამ შემთხვევაში შენთვის და ზოგადად შენი თანატოლების იცნობ ხო მათ და იცი მათი აზრით იდეალური საგაკვეთილო პროცესი ინგლისური ენის სწავლების დროს, აი როგორ წარმოგიდგენია, რომ აი თან ეფექტურიც იყოს და თან საინტერესოც. ხო, მხოლოდ გაკვეთილს რო ყვევიან თუ დასწავლებას ასრულებ, ეგ თუ რომ ნაკლებად უკვე ჩემთვის ნაკლებად, სხვებისთვისაც უკვე ნაკლებად საინტერესო არის რა, იმიტომ რომ თვლი რომ აი რაც ქართულში ვაკეთებ სიტყვაზე, ზოგადად ქართულში კი არა, ზოგადად რო ვაკეთებ ან დისკუსია, დებატები რაც არის, თვლი რომ უნდა მოხდეს, რა ქვია, მოსწავლისა და მოსწავლეს თანაკლასელებს შორის ლაპარაკი რა, რომ იმანაც განავითაროს, გუნდური მუშაობა ისწავლოს და თვლი რომ მხოლოდ ეგ არ უნდა იყოს რა კლასში, უნდა იყოს სხვა აქტივობებიც უნდა შემოიტანოს. მაქსიმალურად პრაქტიკული უნდა იყოს. კი, პრაქტიკულიც უნდა იყოს, იმიტომ რომ მხოლოდ დავალების გაკეთება, მხოლოდ თუნდაც გაკვეთილის სწავლა, ან სიტყვების სწავლა ნაკლებად საინტერესო ხდება მერე უკვე რა, დროის განმავლობაში. თავიდან კი სწავლობ, რა თქმა უნდა. უბრალოდ მერე უკვე ინტერესს ვეღარ იწვევს რა შენში. აი სიტყვების სწავლაზე გამახსენე. სიტყვების დამახსოვრების ყველაზე კარგი მეთოდი რომელია? მე ზოგადად ნიჭი მაქვს ეს დამახსოვრების რა, აი თუნდაც ლექსის დამახსოვრება დაზეპირება, ეგ ნიჭი მაქვს რა. ხო და ჩემი გადმოსახედიდან ადვილია ის სწავლა, მაგრამ არ ვიცი სხვა. არ ჭირდება ამდენი სქემები და ფიქრები, ხო? ხო, მართლა არ ვიცი, იმიტომ რომ ლექსიკონსაც რო ვსწავლობ, ერთი ორი გადაკითხვა, თუ ბევრია სიტყვა, ორი გადაკითხვა მინდა. თუ ცოტა ერთი გადაკითხვაც ვჭირდება, იმიტომ რომ რაც მოცემულია წიგნში უკვე ვიცი მე. სიტყვები რაც არის. და თუ რაიმე უცხო სიტყვება, უფრო უცხო სიტყვებს ვაქცევ ყურადღებას, რომელიც არ გამიგონიან, არ ვიცი რა თარგმანი აქვს, უფრო მაგას ვაქცევ მეტ ყურადღებას, ვიდრე რაც ვიცი უკვე. აჰა, გასაგებია. ნატა კიდე რა მაინტერესებს იცი, ნიშნებთან დაკავშირებით მინდა გითხო რა. ნუ არის მოსაზრება, რომ ნიშნები უნდა იყოს, იმიტომ რომ ნიშნების გამო მაინც სწავლობს ბავშვი და არის მეორე მოსაზრება, რომელსაც მე მომხრობი, სპოილერს გავაკეთებ, რომ ნიშნები არ გამოხატავს რეალურ ცოდნას და სწავლის პროცესს არ ასახავს და ყველაზე უფრო ეფექტური არის განმავითარებელი შეფასება, კომენტარი. შენი პოზიცია მასთან დაკავშირებით როგორი არის? იცი რა არის? ხშირად მინახავს ასეთი შემთხვევა, რომ მოსწავლე მისწავლა გაკვეთილი, ჩვეულებრივ მოსწავლეად დაუწერა ნიშანი და უკვე მეორე ან რამდენიმე ხნის შემდეგ უკვე რო იკითხება იმ საკითხზე, ანუ აღარაფერი აღარ ახსოვს რა. ანუ გამოდის რომ მხოლოდ ნიშნის გამო სწავლობს იმ დღისთვის და ნიშნის მისაღებად სწავლობს მოსწავლე, ვიდრე რომ აი განვითარდეს და აი მიიღოს ის ცოდნა. და ეს განმავითარებლების შეფასება, რომელიც წინა წელსაც იყო, არ მახსოვს. კი, ნუ ჩვენ ყოველთვის ვცდილობ რომ ნიშანთან ერთად, გამსაყვალთან ერთად განმავითარების შეფასებას ვქონდეს. ეგ უფრო ეფექტურია ვიდრე ნიშნის დაწერა რა. იმიტომ რომ აი ეგ განმავითარებელ შეფასებაში ყველაფერი დეტალურად არის ჩამოწერილი, აი რა გჭირდება, რაში შეგეშალა, რაში კარგი იყავი, რა გამოგდის, რა არ გამოგდის და უფრო რაზე უნდა გაამახვილო ყურადღება, შენთვის უცნობ საკითხზე, რომელიც გიჭირს. არ ვთვლი რომ ეგ უფრო მნიშვნელოვანია რა და კარგია და ეფექტური. ძალიან კარგი. ნატა, მოდი დასასრულისკენ წავიდეთ და მოდი ესეთი რაღაცა ვქნათ. მინდა რომ თითო რჩევა მისცე მასწავლებელს, მოსწავლეს, მშობელს და სკოლას. აი როგორც ნატა ფუტკარაძე, მე-11 კლასის მოსწავლე, რომელსაც ძალიან ბევრი წარმატებები ერის წინ და ბევრი რაღაცებიც უკვე გაიარგო. წარმატება. ბევრი წარმატებასაც მიაღწია. აი თითო რჩევა რომ მისცე ყველას, მასწავლებელს, მოსწავლეს, მშობელს, სკოლას. აი რას ეთყოდი მათ? მასწავლებს იმას ვეთყოდი, რომ ცოტა ჩვენ სკენაც განმოვიდეს, ანუ ჩვენი ინტერესები გაითვალისწინოს, ალბათ ამას ვეთყოდი. ჩვენს მდგომარეობაში უნდა შემოვიდეს, იმიტომ რომ
ბევრს რომ აძლევ, ანუ ყველა მასწავლებელი რომ ვრცელ საკითხს მეუბნება რომ აი ეს საკითხი კარგად დამიმუშავე, კარგად იმეცადინე, უკვე ვიღლები რა ფიზიკურად ვიღლები, იმიტომ რომ სკოლის გარეთ შეიძლება მოსწავლეს თავისი ცხოვრებაც ქონდეს და აი ბევრს რო გვაძლევენ საკმაოდ აი ყველასაგანში ხო ბევრია. ერთი მეორეს რო ეუბნები რომ აი ბევრი გვაქვს იმ საკითხში ჩემი პრობლემა არა. პრობლემა არა, ხო? ხო და ეგ არის საკმაოდ ხშირი ცნება. კი ბატონო, ძალიან კარგი რჩევა. კი. ვრცელი დავალებები რო არის ვრცელი ან თუ სიტყვაზე კიდე ის არის რომ შეიძლება მოსწავლეს სხვა აქტივობებზე დადიოდეს, რომ სხვა წლებზე დადიოდეს და ეგეც რთული იყოს მისთვის, ანუ სახლში მიდის სადილობს და მე ისევ მიდის იქ. მოდის იღლება, დაღლილი და მე რო ყოველწელს ისევ სწავლა. ვთვლი რომ ცოტა შემცირ. კი, გავითვალისწინოთ დატვირთვები, ხო? კარგი რჩევა ძალიან. ახლა შემლებს იმას ვეტყოდი რომ მხოლოდ ნიშანზე ნუხართ ორიენტირებულები. როგორც მასწავლებელს ვთქვი, შემოდით მოსწავლის მდგომარეობაში და დააკვირდით უბრალოდ მის პროცესს, როგორ ვითარდება. და მოსწავლეებს შენთან ატოლებს. ჩემს თანატოლებს? ჩემს თანატოლებს ალბათ იმას ვეტყოდი, რომ მეტი მოთმინება, მეტი ინტერესი არ ვიცი, მაგრამ უფრო ვიტყოდი რომ მეტი мотиваცია რო გქონდეთ, მეტი მოთმინება რო გქონდეთ, იმიტომ რომ სწავლას მოთმინება უხდება. უხდება სწავლას და ინტერესიც. მაგრამ თუმცა მეტწილად მოთმინება, იმიტომ რომ ზოგს გონია რომ ერთ დღეში ისწავლის ან ერთი მცდელობა და უკვე წარმატება. ხო. ეგრე არ არის. ეგ ცხოვრებაში ეგრეა, მარტო სწავლაში არა, ნებისმიერ საკითხში. სკოლას ასეთყვი. სკოლას გევასრულებ ერთ წელში, მაგრამ ის ვეტყოდი რომ უფრო მეტად ანუ ახლა კი არის საკმაოდ განვითარებული მართლა კულტურულად ვამბობ, მაგრამ შემდეგ წლებში აი მე უკვე დავასრულებ, შემდეგ წლებში ანუ არ გაჩერდეს პროგრესი. არ გაჩერდეს, ხო, პროგრესი არ გაჩერდეს. შევეცდებით ნატა. და დიდი იმედი მაქვს სკერდა. დიდი იმედი მაქვს რომ მოხდება ეგ ოპერა. დარწმუნებული ვარ, კი. ძალიან დიდი მადლობა ნატა საინტერესო საუბრისთვის. იმედია შენთვისაც საინტერესო გამოცდილება იყო. მადლობა მეგობრებო. დღევანდელი ჩვენი საუბარი დასრულებულია ამით. ნახვამდის წარმატებებს გისურვებთ. წარმატებას გისურვებთ.